მთელი ქვეყნის მასშტაბით კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტებზე ნადირობაა გამოცხადებული. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაკავებული და ნაცემია ათეულობით ადამიანი. ხელისუფლება არჩევნების წინ ოპოზიციის განეიტრალებას ცდილობს. დავწყებთ სამტრედიით, სადაც პოლიციამ ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახი კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი ალთანდილ თევზაძე აიყვანა. თევზაძის დაკითხვა 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მას ბრალად ITV-ს ჟურნალისტის ნანა ავალიშვილის შეურაცხყოფა წაუყენეს და 60 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. მთელი დღის განმავლობაში სამტრედიაში ალთანდილ თევზაძის მხარდასაჭერი აქციები მიმდინარეობდა. გადავიდნენ შტაბის უფროსზე და ყოველგვარი არგუმენტის და გასამართების გარეშე ისე რომ სასამართლოს ყველაზე ამოუწევია მოუჩვევანი პროვოკატორი ჟურნალისტი ნანა ავალიშვილი გაიზიარა ეს არის ხელბატონია ეს ნაციონალური მithumetes ჟურნალისტი არის გამდებარი შეგიძლია დააფიქსიროთ მამაკები რა შეურაცხყოფა მოგაგენა რა შეურაცხყოფა მოგაგენა სასაცილოა ეს ყველაფერი ის რაც დაწყებული იყო ეხლა გადავიდნენ შტაბის ხელმძღვანელებზე ადამიანებზე რომელსაც ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული მაგრამ არა უშავს ჩვენ მაინც გავემარჯვებთ